გამარჯობა ჩემო არხის მაყურებლებო, დღეს არის 20 მარტი, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია დღეს. მე მინდა გითხრათ, სომხეთს ვეთამაშებით ერევანში, საქართველოს სომხეთს ეთამაშება დღეს. რათა გაგავკვიოთ, მე გიგეტყვით, დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რა ანგარიშით და რა შედეგს დადებენ ჩვენი ბიჭები. ჩემო არხის მაყურებლებო, მე მინდა გითხრათ დღეს თბილისის დროის 21 საათზეა თამაში და რა თქმა უნდა თელისუფლება ელოდება ამ თამაშებს. დღეს ერთა ლიგის შანსი დაგვიტოვა, ასე ვთქვათ, ჯორჯ მიქავტაზემ 1 გოლით გაქვეთით შანსი დაგვიტოვა, რომ ბ-ვიზიონში შევინარჩუნოთ ადგილი და დავჩეთ ბ-ვიზიონში. ამისთვის კი საჭიროა რა მნიშვნელობას ეხლა მე გეტყვი კიდე ის მნიშვნელობა ზუსტად ჩემო არხის მაყურებლებო, რომ საქართველოს დღეს ამ მოგებით და 23-ში 18 საათზეა, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება მორიგი მატჩი, მანამდე სომხეთში დიდი მნიშვნელობა და დიდი უპირატესობა იქნება სტუმრად გატანილი ბურთი და ჩვენ ბიჭებს მინდა წარმატებები უსურვოთ ჩემო არხის მაყურებლებო. მე პირადად ვფიქრობ, რომ ჯორჯ მიქავტაზეს გოლი და საგოლე პასი და ჩემი ვარაუდით 0-2 დასრულდება და ჩემო არხის მაყურებლებო, თქვენი კომენტარები მაინტერესებს ამ საფეხბურთო მატჩის შესახებ, მაინტერესებს თქვენი აზრი, რა ანგარიში უნდა დასრულდეს და რანაირი ინტრიგა იქნება დარჩენილი. ეს გამოჩნდება საღამოს 21 საათზე თბილისის დროის, რომელიც საზოგადოება პირველი არხი შემოგთავაზებს 21 საათზე. ეხლა კი რა შეეხება, მე მინდა გითხრათ, შაშან 2024 წლის მარტში ზუსტად ამ თვეში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ჯერ რუსებს მოუგეთ 2-0 და მერე საბერძნეთთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში პენალტებში ვაჯობენ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით ჩემო არხის მაყურებლებო და ეხლა შინაარსი არის ბოლოს და ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის გვაქვს შანსი. აქ არის ბ-ვიზიონის რომ დავჩერთ და შანსი გავზარდოთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის. ეხლა კი რა შეეხება ჩემო არხის მაყურებლებო, ძალიან რთული თამაში გამოდგება, მაგრამ საინტერესო, ბევრი კუთხურები და ბევრი პასები და აქეთ-იქით ბევრი მომენტები იქნება. ასე რომ ჩემო არხის მაყურებლებო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, მაქსიმალურად გააზიარეთ, რათა ბევრმა ადამიანმა საინტერესო